არის ასეთი ბუს-სახეობა ბუხრინწა, რომელიც ძალიან ლამაზია. აიგივე ბეღელის ბუ. ხო და ამ ბეღელის ბუების სანახავად მივიდივარ ეხლა. დანარჩენ დეტალებს ზედან გადაცემ. ეხლა მარცხენა კონგურზე კიდევ ჩანს აი აქ შეხედეთ. ხო და წარმოდგენა აბა რა შექსპირია აბა რა არის. ბიჭო მეორე, აი მეორე, ორია ბიჭო. ეს არის წყრომის ხმა. გაიგე ახლა სად არის ამ ღამით? თუ არ გამოფრინდა. რამდენიმე ლოკაციაზე უნდა მივიდეთ დღეს და მე დავალოდოთ შეგვინდებას. ბუხრინწა ღამის ფრინველია და ღამე აქტიურდება ხოლმე. დავალოდებით დაღამებას და უკვე გამოჩნდება და შევძლებთ რომ გადავიღოთ. რა ლამაზია შეხედეთ. ძველი ეკლესია. რა ლამაზია ნახეთ. თაგვი კი არა ცილკუდებია. ორი ცილკუდა, ეს ზემოდან ეფარება და ქვემოდან რომელიც არის არ ჩანს. ვახ ბიჭო, როგორი ყურებიან. Саварелец. Саварелец. Эти кратки. То есть иногда бывает здесь, но... თვითონ არ არის. ეს უყურეთ ხარ რა არის. ამას გადამუშავებული საჭმელი არის რა, ბურონ გადაყლაპავს ცხოველს, ანუ მახრახანელს, ან ფრინველს, ბოლომდე ვერ ინელებს და შიგნით რაც არის ტყავი, ძვლები და მყარი ნარჩენები, იმას ვეღარ ინელებს და უკანილებს. აი ეს ფრაგმენტი არის ზუსტად ის. მოკლედ აქაც ვერ ვნახეთ. ერთი ბუხრინწა, წყრომიც ვერ ვნახეთ, მაგრამ ორი წლის წინ იყო ორბად გამოჩეკა და მე წავიდა. ეს კიდე შეხედე რა ლამაზია რა. დაღამებას დავალოდებით რომ იქ უეჭველად არის ბუხრინწა. იქ მაინც გადავიდა. ეს არის ბუხრინწა. აქ არის გადაღებული. აი ამ ეკლესიაში რამდენიმე ხნის წინ. როგორც თამბეჭდავი ფოტო ნახეთ. Makes? No, just empty. Arts კვერცხები, arts წყრომი, არაფერიც არ არის. ამასობაში შეხედეთ, სამყარო რა მაგარია. აი ამ ღრუბლებში ზევსი ცხოვრობს. რა ლამაზია ნახეთ. აქეთ წამოიღებ, მთვარის ნახავ, ცოტას ჩამოწევ სხვანაირ ღრუბლს ნახავ. შეხედეთ უბრალოდ რა. როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს სამყარო, აი არ ვიცი და როგორ უნდა მოექცე ისე როგორც ექცევი. ყველაფერი კი არის რესურსი ამ სამყაროში და დედამიწას ამოწურავს რესურს ერთ დღესაც, მაგრამ ამ რესურსების ამოწურვას ხელი კი არ უნდა შეუწყოთ, უნდა შეუშალოთ პირიქით და გავიხანგრძლივოთ ეს სიცოცხლე. მოვედით აქ ლელიანის და თეოდორის სახელობის ეკლესია და აქ ცხოვრობს ბუხრინწა, მაგრამ უნდა დაველოდოთ დაღამებას. მაგრამ რა ლამაზი ეკლესიაა. და ისიც დადგა. წერას გაჩვენეთ ფრაგმენტები. აი რამდენი ყრია. ეს იმის მანიშნებელია, რომ აი ამ პატარა სარკმლებში ცხოვრობს. ჩვენ ვართ გუმბათში. აი ეს სულ იმის გადამუშავებული ფრაგმენტებია. პირიდან ამოღებული. ეს ხედი. ეხლა მითხარ რომ ეს ხუთი გავუკეთებ რა და არასდროს ჩასულა შეგინითო. ნუ ექსპერიმენტები არ ნოსკინტის კლინტი რა. აი შიგროზე ის გარეთ შიგნით არ შვება რა არც ერთ ბუნებას.
ბუდეში არც იმაში და აი გარეთ ასკლინტებს მაღალს ნახეთ, აი ხრო განახეთ ზეგან სარკმელი. გამოიწევა ბუდიდან გადმოასკლინტებს და შევამოწ. ნახეთ ძვალი. Ну, вот это wall. ნახეთ გახსნილი უკვე და ფრაგმენტები და The shrew in English. შრუ. Another shrew. Another shrew. ესე იგი შრუები ევასება ამას მაგრამ. Ну, это вот как бы это вот грызуны, это насекомоядные. Вот эти едят зерно, там кукуруза такое. Вот эти едят насекомых. Кстати, вот это мышь. Это таглый. Мышь? Да, но это нижняя челюсть только. Эшви нахед. Тагвис. Поищем где тут может. Тагвикас эшвები. Ბჭურა საინტერესოა რა. აი ეს ყველაფერი გადაყლაპა ამ ბუხრინწამ. Бухринцам бежит, это тоже полевка, сори. Это такая же была. Ну, целый я беру, потом я их разбираю. ხო და მე აგროვებს ამ ფრაგმენტებს და ანუ მიაქვს სახში და იკვლევს რა მიკროსკოპის ქვეშ ხო და აი ეს რაღაცები უკვე გეუბნება რა და როგორ იყო ანუ რა ბუა რა რომელი სახეობის ბუ რომელ მასერახანელებს და ფრინველებს ჭამს და ასე შემდეგ. რა საინტერესო პროცესია თან ძალიან ვრცელი რა შრომატევადიც რა საკვირველია. უბრალოდ შეხედეთ ამას, ყველაფერი გადაყლაპა, ცოცხალი არსება. გადაყლაპა და მე რაც ვერ მოინელა, გამოწოვა სისხლი, რბილობი, ტყავი და ძვალი რაც დარჩა, იმას ვერ ინელებს მისი კუჭნაწლავი და ამოიღებს და გადმოაგდებს და რჩება ისეთი ფრაგმენტი, რაც წეგან გაჩვენეთ. ხო მაგარი საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. ის ბუ ძირითადად არის ორფერში, ანუ მოყვითალო, ჩალისფერი და ნაცრისფერი. ეხლა მაჩვენა მელანისტია, შავია შეხედეთ. ანუ ეს არის უიშვიათესი და ჩვენ დღეში, ჩვენ ნაგრძობაში. იქ ნახა და ძალიან ის არის თვალსაჩინო ნიმუშია. ესეთი შემთხვევები ფაქტობრივად უიშვიათესია რა. და უყურეთ რა ლამაზია. ოკეი. მელანისტი ნიშნავს პიგმენტია მელანინი, რომელიც აშავებს სხეულს, ორგანიზმს. მელანისტი ჩვენ კიდევ ყავს ერთი ბინადარი კატა. ეს არის ტყის კატა, რომელიც შავი არ უნდა იყოს. და რადგან მელანისტია, შავია და თან სულ შავია. და კადრები როცა იდება ხოლმე ფოტოხაფანგის არავინ გუჯერებს, რომ ნამდვილად ტყის კატაა. შინაურ კატას ნუგაჩეში ყველა გვეუბნება ხოლმე. მაგრამ ხდება ხოლმე ეს რაღაცებიც ბუნებაში. და არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებსაც ხელი უნდა შეუწყო. მაგალითად, სამეცნიერო კვლევები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სხვადასხვა სახეობები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები ვიცოდეთ. ამიტომ შეიძლება რაღაც სახეობები ცოტა ხანი დავიჭიროთ, შევაბათ რაღაც ნიშნულები, ლენტები, რომ დავიმახსოვროთ და მე დავაკვირდეთ მათ ქცევას და გამოვიკვირდეთ მათი ცხოვრების წესი და არ მხოლოდ ცხოვრების წესი, სხვადასხვა კუთხით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი საკითხების ხელშეწყობა და არავინ არ შეუშალოს ხელი. მით უმეტეს ეს ადამიანი აქტიურად იკვლევს ბუებს. თუ ვინმე ნახავთ რომ რაღაც საკითხს გარეთ, უბრალოდ ხელი არ შეუშალოთ. თუ არ დაეხმარებით, ნუ შეუშლით მას. მოვემზადოთ თანდათან დაღამდება აწი. ნუში კარგი დამენაყრებელიაო ნათქვამია. აი ეს არის წყრომის ხმა. გაიგე ახლა სად არის ამ ღამე? თუ არ გამოფრინდა? ძალიან საინტერესო ანეტა იგეს ვნახოთ. აქ არის ახლოს სადღაც. ერთ ადგილას ორი სახეობის ბურო გადავიღოთ, მაგარი იქნება. მისი უმშვენიერესობა ბუხრინწა. იდეალური მონადირე, რომლის თავდასხმასაც მსხვერპლი ფაქტობრივად ვერასდროს იგებს, იმიტომ რომ ხმა არ აქვს ფრენის დროს. ბიჭო რა აზარტულია რა. თელი დღეა გამოსულები ვარ და ხო დაღამდა. ზე ხარ და ელოდები. იმის იმედით რომ დაინახავ ისე რომ გადაიღო და ღირდეს რომ გადაღებად რა.
ნახეთ. ბიჭურა ლამაზია რა. შეხედეთ, აქიჩდა. გადავიღე და შესანიშნავ პოზაში გამოვიჭირე, ნახეთ. აი, უეჭველი ცხოვრობს თხოვან მოვიდო და აგერ ფაქტიც. ეხლა ველოდებით იქნება ვიდეოც კარგად გადავიღო რა. ეკლესიაში ცხოვრობს კაი ფრანცისკანელი ბერივით. ვიზუალიც კი ეგეთი აქვს ამას. ისეთი შეფერილობა და შეხედულება აქვს, რომ ფრანცისკანელი ბერია სარიტუალოდ გამოწყობილი და ეკლესიის კონგურზე როზის საერთოდ რა ეს აყავ და შეყავთ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი მარცვლეულია და იმდენად კარგად არეგულირებს მღრღნელების ოდენობას, რომ აი ყველაზე კარგი ბუნებრივი საშუალებაა, რომ მღრღნელებმა არ გადაჭამონ მთელი მოსავალი. ის ხო არ არის რომ იღებ რა, აი პირველი ნახვის ემოცია სულ სხვა არის. პირველად რომ რაღაცას გააკეთებ ძალიან ემოციურს, ეგ ხო სულ სხვა არის. ბინოკლში ჩანს ძალიან მაგრად რა. სრული სინათლე აქვს. აი ისო საწევო შენი არ გჭირდება და ექსპოზიციის დაყენება. და ძალიან მაგრად ჩანს. როგორც თეატრში ხო? ეს თითქოს დეკორაცია, ეს ეკლესია. და ჩვენ ვყურებთ წარმოდგენას როგორ დაფრინავდა ორი ბუხრინწა, ერთი აქეთ იყო ხოლმე, ერთი იქით. მე მგონი ორივე გადავიღე, კადრებში გამოჩნდება, როცა დავათვალიერებ. თეატრია, მართლა თეატრია. შექსპირი. იყო შექსპირი. მაგარი საღამო გამოგვივიდა. ეხლა მარცხენა კონგურზე კიდევ ჩანს, აი აქ შეხედეთ. ხო და წარმოდგენა აბარა შექსპირია, აბარა არის. აგერ ჩვენი პერსონაჟიც.